ნაცებ ბოლო რამდენიმე დღე ავრცელებენ აი ამ ყალბ ინფორმაციას, თითქოს რომ მათი პროტესტი უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყო, ვიდრე მაგალითად კარვების ქალაქი, რომელშიც მე, ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი მეგობრები მონაწილეობდით და დავდიოდით თითქმის ყოველ დღე. მაგრამ ეს არის ძალიან დიდი სიყალბე, რასაც ისინი კადრულობენ, თუმცა ნაცებისგან არც უნდა გვიკვირდეს სიყალბე, რადგან მთლიანად მათი იდეოლოგია და მათი პოლიტიკა არის დაფუძნებული სიყალბეზე. რა გააკეთეს? როდესაც ჩვენი პროტესტი მიმდინარეობდა კარვების ქალაქის, ნაცებმა და მათმა დიადმა ბელადმა სააკაშვილმა ქალაქის დასუფთავების სამსახურს აუკრძალა პროტესტთან მოსვლა და დასუფთავება. ძალიან ბევრი ადამიანი თავისით ალაგებდა შემდეგ რუსთაველს. ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები შემდეგ ჩამოდიოდნენ სოლოლაკიდან თავიანთი ცოცხლებით და აქანდაზებით და გვიდნენ რუსთაველს. მიუხედავად ამისა, ნაგვის მანქანა არ მოდიოდა და ნაგავი არ გაჰქონდა. აქედან გამომდინარე, ეს სიყალბე და ეს ტყუილი ძალიან ბევრ ადამიანს კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფას აყენებს და ახსენებს იმას, თუ როგორი ფარისევლები ხართ თქვენ და როგორ არ შეიძლება არასდროს თქვენი ძალაუფლებასთან გაკარება. იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციაში ხართ და ასე აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას. აშავებთ ხალხს. მაგალითად, ერთ-ერთმა თქვენმა ძვირფასმა აქტივისტმა განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო ჩემი მეგობრის პირადობის მოწმობა გამოფინა ტვიტერზე. და შემდეგ ასევე ერთ-ერთმა კიდევ ერთმა თქვენმა იდეოლოგიურმა მხარდამჭერმა საერთოდ ძალიან გადაამეტა თავის ძალებს, რადგან albათ ბრიტანეთში შვინინგის სტიპენდია ქონდა მიღებული და გონია რომ საქართველოს წარმოადგენს ბრიტანეთში და პირადად დამემუქრა როგორც როგორ მიწერდა ის ჩემ ყოფილ დამსაქმებელს და რომელთანაც 3 წელი აღარ მუშაობ და როგორ მიწერდა ის ბრიტანეთის მთავრობას ჩემ დასასანქცირებლად რა, იმიტომ რომ არ ვეთანხმები მის მოსაზრებებს. აი ესეთი ორმაგი სტანდარტებით მოსიარულე ყალბი ფარისევლები და როგორ გითხრათ რა, არც თუ ისე კარგი ტიპები, ცუდი ტიპები ხართ ხოლმე, ვინც აი ესეთ სიყალბეებს ავრცელებს და ისინი კიდე ვისაც თავი გონიათ გმირები საბოლოო ჯამში, ვითომ ლიბერალებს ემსახურებით და ცდილობთ ადამიანების და განსხვავებული აზრის დევნას. და ეს ყველაფერი პირიქით მიუთითებს კიდევ უფრო იმაზე, რომ საზოგადოებამ გამოგიტანოთ საკადრისი განაჩენი და გითხრათ, რომ ესეც აქციელი არ მოსულა რა და ყოველთვის დაგტოვოთ მარგინალიზებულ პოზიციაში. და მე შეიძლება ირბინოთ პოლიციის მანქანების თავზე, თავი გამოაცხადოთ პოლიტპატიმრებად, მაგრამ ეს უკვე აღარ გიშვებთ, ამას ჩვენ უკვე აღარ ვჭამთ საზოგადოებაში რა.